ინდოეთის, პაკისტანის, ავღანეთის, ბანგლადეშის, სომალის, სირიის და კიდევ დანარჩენი არც თუ ისე მდიდარი ისლამური ქვეყნის მოქალაქეს თუ აქვს საუდის არაბეთის, ყატარის, ქუვეითის, ომანის და გაერთიანებული საემიროების ერთწლიანი ვიზა ან ბინადრობის უფლება, ისინი დაუბრკოლებლად უვიზოდ შემოდიან საქართველოში. ხო წარმოგიდგენ, რა სიგიჟე საკეთებს ეს მთავრობა? ანუ ომანის ერთწლიანი ვიზა ან ბინადრობის უფლება თუ აქვს ბანგლადეშელს, შენს ქვეყანაში შემოდის დაუბრკოლებლად. ეს ხო არის სიგიჟე ხალხო, ანუ ომანის ვიზა ჭირდება და საქართველოს ვიზა არ ჭირდება ბანგლადეშელს. მთავრობამ მიიღო ეგეთი საიმიგრაციო პოლიტიკა. საგიჟეთ საკეთებენ, მე არ ვიცი, ეს ისეთ ბომბს გვიქმნიან, რომელიც აუცილებლად აფეთქდება მომავალში, რომლის გამოსწორებას დასჭირდება ძალიან დიდი ძალისხმევა. ღმერთმა არქნა სისხლი თუ არა. და რატო აკეთებს ამას ეს ხელისუფლება? მათი ამოცანა რა არის? ქართველები რო გადიან აქედან, ვიღაცამ ხო უნდა იმუშაოს მათ მსხვილ ბიზნესებში. თან უფრო იაფად. ვიღაცამ ხო უნდა გააკეთოს მათი შავი სამუშაო და მაგისთვის ერეკებიან ამ ხალხს.